რას დავბედით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოს. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Диаболოვაში გადაცემაა. ვაშა გადაცემა იწყება. ვაშა მეგობრებო. თენგის გოგოტიშვილთან ერთად. რატომ იწყება? იმიტომ რომ გაჩუმება გაჩერება. გაჩუმება ისა, რაც ბორის ივანაშვილს უნდა და რაც არ გამოუვა. იმისთვის არ გვიცხოვრია რომ ქართული ჟურნალისტიკა ქართულად ნათარგმნი მარგარიტა სიმონიანი იყოს. ანუ მხოლოდ იმედი, პოსტივი და მათნაირები. პირველ გადაცემას წარმოგიდგენ დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. იმიტომ რომ ეს დამოუკიდებლობა იმ ხალხის მოპოვებულია, ვინც თავის დროზე არ გაჩერდა და არ გაჩუმდა. არ შეწყვიტა ბრძოლა. მერე კი 1921-ში მოვიდნენ მაშინდელი ქოცები, ანუ რუსები და ქვეყანა გააჩერეს. ყველა ციხეში ჩაყარეს. საუკეთესო სისხლი დაღვარეს და ეგონათ აღარაფერი ემუქრებოდათ. ოღონდ არა, გადაშენდნენ. ამის შეხსენებაა დღევანდელი დღე. ამიტომ ვაშა გადაცემა მეგობრებო. გადაცემაში გვექნება ამბები, რომლებიც შეიძლება არ გაგიგიათ, ან გაგიგიათ, მაგრამ რაღაც დეტალები გამოგრჩათ. და ეს ამბები არ იქნება დავარცხნილი. არანაირი ვალდებულება არ მაქვს, არანაირ მედიასთან, არანაირ მაუწყებელთან და არანაირ მარეგულირებელ კომისიასთან. ამბები და გადაცემა იქნება ობიექტურად სუბიექტური, ან სუბიექტურად ობიექტური, როგორც გენებოთ. და ჩვენი პირველი რუბრიკა, რომელიც ტრადიციული გახდება, პროჭორვილური ქრონიკები. პროჭორვილური ქრონიკები. პროჭორვილურმა ხელისუფლებამ ამ დღესასწაულის წინ მორიგი პროჭორვილობა ჩაიდინა. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დაიჭირა. ხვალდაზე გაპირებს ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას დაჭერას. იმიტომ რომ გაუვიდა ზურაბ ჯაფარიძეზე. იქამდე გაუვიდა ირაკლი ოქრუაშვილზე. იქამდე თემურ ქათამაძეზე. იქამდე მზია ამაღლობელზე. იქამდე ათობით გოგოსა და ბიჭზე, კაცსა და ქალზე, იქამდე კი გაუვიდა მიხეილ სააკაშვილზე, რომლის პოლიტპატიმრობასაც თურმე პოლიტპატიმრების ნაწილიც აპროტესტებს. რომჯერ პროჭორვილებს ლევანდელი 26 მაისისა ყველაზე მეტად ეშინიათ, იმიტომ რომ ამ დღეს გამოჩნდება სად არის მსოფლიოს პოლიტიკურ უკაზე, რომელ გზეთსა და რომელ განეცე. დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს მიულოცავს ყველა. ოღონდ ზოგიერთი მილოცვას გაუგზავნის ხელისუფლება წოდებულ, პროჭორვილებს. მაგალითად, რუსეთის ჩემპიონ მყ-ს, რომელიც ბორის ივანაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში დაავანა. მსოფლიოს ლიდერებისა და თავმოყარე პოლიტიკოსების უმრავლესობა კი დამოუკიდებლობას მიულოცავს ქართველ ხალხს. მადლობას ეტყვის დემოკრატიისა და ევროპული საქართველოსთვის დაუღალავი ბრძოლისთვის. ძალიან საინტერესო პროცესი იქნება დასაკვირვებლად და გასაანალიზებლად. პირველ რიგში ოპოზიციისთვის, სად და ვისთან აქვს სამუშაო და რა ინტენსივობით. მოკლედ, ვსწავლობთ კითხვას სტრიქონებში და სტრიქონებს შორის. პროჭორვილობა ისაა, რომ ხოცი ძალიან კარგად იყენებს თავისი ოპონენტების წინააღმდეგობებს. ოპონენტები კი ამ გაკვეთილს არ სწავლობენ. არ სწავლობენ მაგალითად პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი მამების ნასწავლ გაკვეთილს, რომელთაც თავიანთი პარტიული შუღლი და მტრობა ემიგრაციაში წაიღეს და იქ გააგრძელეს. ამ დროს რეცეპტი ძალიან მარტივია. დაფიქრდი ყველაზე მეტად რა გაუხარდება ხოცების პროპაგანდას, რა გაუხარდება იმედს, რა გაუხარდება პოსტივის და გააკეთე ზუსტად საპირისპირო. კიდევ ერთი პროჭორვილური ამბავი. ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა უცხოეთიდან ფულის გადმორიცხვის სტატისტიკა. პირველად გზევინაა, როგორ გონიათ? მეორეზე? კარგი, სხვანაირად ვიკითხოთ. საცხოვრობს ყველაზე მეტი ჩვენებური. რას გეუბნებათ ხელისუფლება? ჩვენ 1 მილიონი ეთნიკური ქართველი ჩვენი თანამემამულე გვაქვს რუსეთში. მილიონამდე ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. ლოგიკურია ვიფიქროთ. ყველაზე მეტი ფული მოდის იქიდან, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს. მაგრამ ნათელა თურნავა სტატისტიკაც კი გვეუბნება, რომ პირველი შეერთებული შტატებია, მეორე კი იტალია. ამერიკიდან 54 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, იტალიიდან 50, ხოლო რუსეთი, სადაც თითქოს 1 მილიონი ქართველი ცხოვრობს, სიაში მხოლოდ ამათ შემდეგაა. თან საგრძნობლად 39 მილიონი. ხო და მაშინ ხოცი თუ არ ხარ, კითხვა უნდა გაგიჩნდეს. რატომ ვაგინებ დასავლეს თუ იმის ფულით ვჭამთ? იქ გაურბივართ, როცა მკურნალობა გჭირდება და იქ ვგზავნით შვილებს, რომელთაც სწავლას წურიათ. არა რუსეთში. აი, ცოტნე ივანაშვილი რატომ არ სწავლობს პატრის ლუმუმბას უნივერსიტეტში, გეკითხებით. ამაშია საქმე. თვითონ კი იციან სასჯობს, მაგრამ ჩვენ მიგვათრევენ რუსეთში. ორი დღის წინ მოხდა ამბავი, რომელიც უნდა შეგვემჩნია. აუცილებლად. ქართულმა ოცნებამ ბოდიში მოიხადა. ხო, აი ამ უტიფარმა ძალამ პირველად თავისი არსებობის განმავლობაში, სულ პირველად მოიხადა ბოდიში. თავის მოუხადა ევროკავშირს. იმისთვის, რომ ხუჩაბად საქართველოში არ შემოუშვეს ევროკავშირის საელჩოს თანამშრომელი. ხოცებს არ უთქვამთ, მაგრამ ვაშა გადაცემას მაყურებელს არ გაუჭირდება მიხვედრა.
ამით ვიღაც ივანაშვილმა და აი ამ შემთხვევაში ეს სახელი აბსოლუტურად კოლექტიურია, თავისი სამკუთხედი ტვინით შური იძია ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელთა დაბლოკვაზე ევროპაში. მაგრამ როგორც ჩანს, კოდს აუხსნეს, რომ დიპლომატის არ შემოშვებას ძმრად ამოადგენდნენ. მაგალითად, ბრიუსელიდან გააძევებდნენ რომელიმე კოდს დიპლომატს, რომელიც აუცილებლად ვინმეს ბიძაშვილი ან მამიდაშვილია. ხო და მოუწია კოდს თავზე ნაცრის დაყრა და ოფიციალური ბოდიშს მოხდა. ჩამოვიდეს ეგ თქვენი კაცი, აღარაფერს ვერ ჭდო. და ჯერ სათხართ. კოდს უნამი ულოცოთ, მატება აქვს. თბილისში ჩამოდის ბელარუსის ახალი ელჩი ნიკოლაი როგაშჩუკი, რომელიც აქამდე ლუკაშენკას საქმეთა მმართველის მოადგილე იყო. ბელარუსმა ბატიამ როგაშჩუკი არა მხოლოდ დაიბარა და დამოძღვრა, არამედ ეს ყველაფერი გადაიღო და ვიდეო გაავრცელა. Грузия, у нас сдвинулись отношения в лучшую сторону. Я очень доволен, что это произошло. Грузины к нам очень хорошо относятся, очень ценят наш народ. Да и к руководству страны более-менее нормальные отношения. Да, им головы убивали, что мы там противники, соперники и чуть ли не враги. Мы для грузинского народа никогда противниками не были. Мы за то, чтобы и осетины, и абхазцы жили в мире с грузинами. Как уже они там определятся в одном государстве вместе, федеративном или как-то, это их вопрос. Мы туда не лезем, не вмешиваемся. Надо делать так, как лучше для людей. Это наша позиция. რატომ გაავრცელა ეს ვიდეო ბელარუსის დიქტატორმა? გონიათ იმავე საკითხებს, როცა ელჩს ყირგიზეთში ან მაროკოში ნიშნავს? არა, ნამდვილად არა. ისინი გაცილებით ნაკლები ხმაურით ინიშნებიან. აი, საქართველოში ელჩის გამოგზავნა კი სხვა საქმეა. ჩვენ ხო ვიცით, როგორ ეძებენ ერთმანეთისკენ მისასვლელ გზებს ქოცები და ლუკაშენკა. უფრო ზუსტად, ქოცები ეძებენ ამ გზების გაправებას, თორემ ლუკაშენკაზე ახლობელი ვერ ყავთ. ბოლოს და ბოლოს, მისგან სწავლობენ, როგორ აქციონ ევროპული ქვეყანა რუსეთის კოლონიად. როგორ გაანადგურონ სასამართლო, არჩევნები, მედია, ოპოზიცია, როგორ აგინონ დასავლეთს და ჩაირჩონ რუსულ წყნერში. განა ბელარუსულ კაგებესთან არ გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი ივანაშვილის უსმა ჯერ კიდევ 10 წლის წინ, კი? მაგრამ ყველაფრის მიუხედავად რაკნან, ვერაფერს უშვებიან ფაქტს, რომ ლუკაშენკამ დაარღვია კანონი ოკუპაციის შესახებ. თავადაც იყო ჩასული სოხუმში და სეპარატისტების პრეზიდენტად წოდებული ასლან ბჟანიაც მიიღო უმაღლეს დონეზე. და რომ აფხაზეთში ბელარუსი უკვე ფლობს საუკეთესო სანაპირო ზოლის კარგად დიდ ნაწილს. და ზუსტად მადიმალება ძაღლის თავი. ასლან ბჟანიამ ლუკაშენკას მუდმივად ცხოვდა შუამავლობას, რომ აფხაზეთი რუსეთ-ბელარუსის ეგრეთ წოდებულ საკავშირო სახელმწიფოში მიიღოთ. ხო და ნახეთ რა ლამაზად ლაგდება. ხოცების პროპაგანდა ერთხელაც გეტყვით, რომ ბატია პუტინი არ არის. საქართველოსთვის არაფერი დაუშავებიაო და მისი ჩართულობით გაერთიანდება საქართველო აფხაზეთთან და ცხინვალთან. თუნდაც რაღაც საკავშირო სახელმწიფოში რა არის ამაში ცუდიო? ან რაიმე ფორმის კონფედერაციაში, რასაც ხან პრიმაკოვი კვტენდა, ხან ბერეზოვსკი და ბოლო თვეებში ისევ აქტუალური თემა გახდა. არ გეტყვიან, მაგრამ არჩევანის წინაშე დაგაყენებენ ევროპაში დემოკრატიითა და სადავო ტერიტორიებით, ან რუსეთში დემოკრატიის, სამართლის, უფლებებისა და პერსპექტივის გარეშე. სამაგეროდ ფორმალურ ერთობაში ამ სადავო ტერიტორიებთან. რომელთა მართვასაც, რა თქმა უნდა, არავინ დაგვითმობს და დევნილებს არავინ დაგვაბრუნებინებს. მოკლედ, მარტივად გასაშიფრი ამბავია, საბოლოო ღალატის ორსულიანი კომბინაცია. ვინც არიცით, ქოცებს აქვთ ანტიკორუფციული ბიურო. არ გაგეცინოთ, ქოცებს ანტიკორუფციული. როგორ გონიათ, რა შეიძლება იყოს ანტიკორუფციული ბიურო საქმიანობა ქვეყანაში, რომელსაც რუსი ოლიგარქი მართავს? სადაც პრემიერი ცოლს ჩუქდის დღეს, ან შვილი ჩარტერული რეისებით მიხავს ამერიკაში პირველი კურსის პირველ ზარზე. სადაც პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მამა და ქმარი 65 მილიონის ქონების მიტაცებაზე დაიჯერეს. არა, არასწორად ფიქრობთ. ამ კანტორის საქმე საქართველოში არის არასამთავრობოების დევნა. ანუ იმათი, ვინც ცდილობს კარგი საქმე გააკეთოს უცხოეთის, საელჩოების ფონდების ან უნივერსიტეტების ფულით. დგას ახლა ამ ბიუროს დირექტორი ვინმე კუპრაშვილი, იბარებს არასამთავრობოებს და აგენტების ახალი კანონით აშენებს. გადაწყვეტილებით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური. თუ არ დარეგისტრირდებით, დაგაჯარიმებთ და მერე მაინც დაგიჭერთო. აქამდე ჩატარებულ შეხვედრებს დიდი ინტერესი არ გამოუწვევია. ბოლო შეხვედრაზე კი მივიდა კი არა, მონაწილეობა მიიღო. მონაწილეობა მიიღო კი არა, აგერ კონსპექტებიანი ბლოკნოტი ლაპარაკა ლევან მამალაძემ. ხო, ლევან მამალაძემ. ქვემო ქართლის შევარდნაძე, ოქრო, ნიანგების ფერმა, მაყუთის ჭრა და უბედურება. გაგახსენდათ? კაცი, ვინც მართსაჯულებას რუსეთში დაემალა და ვისაც დაუსწრებლად 17 წელი მიუსაჯეს. ბრისთვის? კორუფციისთვის. ოღონდ შემდეგ ხოცების ეპოქის მურუსიძის სასამართლომ კრისტალურად სუფთა პიროვნებად აღიარა. ხო, აი, ლევან მამალაძე უნდა ატაროთ ანტიკორუფციული ბიუროს შეხვედრებზე მთავარ სტუმრად, აბა, სხვა ვინ?
ბორის ივანაშვილსა და ვლადიმერ პუტინს შეიძლება ერთი მეხი დაეცათ. 27 მაისს ევროკავშირის მინისტრები განიხილავენ უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის საკითხს. ბრიუსელში ამბობენ, არ იქნება მარტივად მისაღები გადაწყვეტილება, მაგრამ ამ გზას მაინც დავადგებითო. გადაწყვეტილება სჭირდება ყველა ხმას -1 უნგრეთისა. ეს თუ მართლა მოხდა და ორბანს დაებლოკა ყველაფრის დაბლოკვის საშუალება, რუსებისა და კოცების ოლე ოლა მერე ნახეთ თქვენ. მოლდოვაში დააკავეს და შეერთებულ შტატებს გადასცეს 21 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილი. ვინც ნიუ-იორკსა და სხვა ქალაქებში ტერაქტებს გეგმავდა. ებრაელების, LGBT თემის წევრებისა და ფერადკანიანების წინააღმდეგ. ყავდა მიმდევრები, ვისთან ერთადაც აპირებდა საშობაოდ სანტა-კლაუსის ტანსაცმლის გადაცმას და ფერადკანიანი ბავშვებისთვის მოწამლული კანფეტების დარიგებას. გამოძიება ამტკიცებს, რომ ჩხიკვიშვილი რიცინის მოპოვებას ცდილობდა და მოლოტოვის კოქტეილებს ამზადებდა. 21 წლის ქართველს სულ ცოტა 20 წლიანი ციხე ემუქრება. სანამ ამერიკა კოცებდა ნატოსთან, ევროკავშირთან დაკავშირებულ პოლიტიკას არკვევს და აყალიბებს, რუს ბაირამობას მაინც არ აცდიან. ლიეტუვაში გერმანიის ახალი კანცლერი ჩავიდა და დაესწრო გერმანული ჯავშან სატანკო ბრიგადის ინაუგურაციას. გერმანია ბრუნდება, სულ ამასი მეორებს მერცი. ვილნიუსის დაცვა, ბერლინის დაცვა. ეს ახლა ვიდეოში გამოსვლისას. Sehr angespannt. Deshalb haben Deutschland und andere Alliierte beschlossen, die NATO-Ostflanke zu stärken. Wir stationieren dafür eine ganze Brigade in Litauen. Liebe Litauerinnen und Litauer, Sie können sich auf uns, Sie können sich auf Deutschland verlassen. ზოგადად გერმანელები ლიეტუვაში 2017 წლიდან დგანან. ყირიმსა და დონბასში პუტინის შეჭრის შემდეგ ნატომ გადაწყვიტა დაეცვა აღმოსავლეთ ფლანგი და რუსეთის მოსაზღვრე 4 ქვეყანაში მოკავშირეთა გაერთიანებული ბაზები განალაგა. ლიეტუვაში სამყარო ძალა ბუნდესვერი გახდა. მაგრამ უკვე 2022 წელს დიდი ომის დაწყების შემდეგ ნატომ ასეთი ბაზები უკრაინის მოსაზღვრე ყველა ქვეყანაში განათავსა და დაადგინა, რომ ბატალიონები საკმარისი აღარ იქნებოდა და ისინი ბრიგადებამდე უნდა გაზრდილიყო. ამგვარად, 2 წელიწადში გერმანული ბრიგადა ლიეტუვაში 4800 კაცამდე შეივსება და შეერაღებაზე 1000-ობით ტანკი და 100-ობით ჯავშანმანქანა ექნება. აუცილებლად დასამატებელი. ბრიგადა განთავსდება ქალაქ რუდნინკაისთან, ვილნიუსიდან 20 კილომეტრში და ბელარუსიდანაც 20 კილომეტრში. არ დავზოგავთ ფინანსურ შესაძლებლობებს, რათა ბუნდესვერი ევროპის უძლიერესი არმია გახდესო, ამბობს გერმანიის ახალი კანცლერი. ბიჭო, მალე. ამინდის პროგნოზი არ გვექნება, მაგრამ როგორც ნამდვილ საინფორმაციო გამოშვება შეეფერება, სპორტის ამბებით მომთავრებთ. და მინდა გაგაცნოთ სუპერგმირი ივანე ზაბორსკი. კაცი, რომელმაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა, 6 დღე-ღამეში გაერბინა 1047 კილომეტრი. ეგიცით რამდენია? აი, თბილისიდან თეირანამდე რო ირბინო. წარმოიდგინეთ? ამ ზაბორსკიმ ეს დისტანცია ისე ირბინა, რომ არავის დაუტოვა შანსი, სანამ ფინიშთან არ მივიდა. ფინიშთან კი ჩვენმა სუპერგმირმა თავისი უხსენებელი ქვეყნის დროშა გაშალა და ასე გადაკვეთა ხაზი. ხო და აი, მანდ ულტრამარათონის მსოფლიო ფედერაციამ აკრძალული დროშის ჩვენებისთვის არც რეკორდი ჩაუთვალა, არც გამარჯვება. გააპროტესტა იმ უხსენებელმა ქვეყანამ, მაგრამ უთხრეს ოლე, ოლა. ამ პოზიტიურ ნოტაზე გემშვიდობებით. შემდეგ გადაცემამდე. ვაშა გადაცემის პირველი გამოშვება. მოიწონეთ, გამოიწერეთ, ზაპომიძე და გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ყველას კოცებისა და რუსების გარდა. რაც დავიდით, იმაზეც ვაგეთებ და იმაზე მოკლედ დროშა. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოს. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.